იყო კაცი. კარგი კაცი. მამას უყვარდა, რომ ერთად საუზმობდით, სადილობდით მთელი ოჯახი. ერთადაც ვღეროდით ძალიან ხშირად. შენ ჩემო დიდად გივილო დილავდრიანა ძლივსად შენი ლაღი მილო დარდიანაო ნადირობა არ უყვარდა. უსაქმურად რო ვიჯექით მე და ზურა ჩემი ბიძა იქ არ უყვარდა და სამსახურიდან რომ მოვიდო და ნამიცადნები რო არ მქონდა და ჭიდაობაზე ისე მივდიოდით იქ არ უყვარდა კიდე. ფეისბუქში რომ გახდა უკვე ცნობილი ის ლექსები მერე გავიგე მეც, მანამდე არ ვიცოდი საერთოდ. უნდოდა რომ ყოფილიყავი დიდი მოჭიდავე და თან კარგად ცოდნოდა ფანჯურზე დაკვრა და მთავარს მეუნებოდა რომ მეორე ხარისხოვანი ყველაფერი მთავარია კაცი იყო. თუ აი რამდენჯერაც კარგ საქმეს ჩაიდენო მოგემატება იმის სახელი რომ შენ ხარ კაციო და რამდენჯერაც მოიტყუები რამდენჯერაც ცუდ საქმეს გააკეთე იმდენჯერ ჩამოგეცლება კაცის სახელი და იმდენჯერ აღარ იქნები უკვე კარგი ვაჟკაცი. არა თავიდან არა მაგრამ ერთი ნაწყვეტი მახსოვს. უმეტყვინუ გერს მაინც არ მჯერა ადამის მოდმის ფერის ცვალების გაძაფხულს ველი ჩემო ამჯერად რომ დავიბადო გარდაცვალებით. თავარი იყო დაეცვა სხვები. საკუთარ თავზე არ ფიქრობდა. მაგითო შესწირა თავი. თორე შეეძლო გაქცეულიყო, ხო? ჩემთვის გმირობა ხო, მაგრამ თავარია ჯერ მამა იყოს, მაგრამ მეორე ხარისხოვანია ეს გმირობა. იმიტომ რომ ნებისმიერ გამრელისთვის შეიძლება ეს დასასრული ყოფილიყო და თავისთავი შეწირა რომ სხვა არ დაზიანებულიყო და მის მეამაყება რომ მამა ჩემი არის. მამა იყო პოლიციელი.